საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. სტუდიაში თქვენთვის გიორგი დოლიძე მუშაობს. დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. კოალიცია ქართული ოცნების შტაბი გიორგი მარგველაშვილის გადადებულ ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. სული სასიცოცხლო დაუცილებელი ქადაგებები მამა თეოდორე შეხვედრა ოზურგეთელებთან. ახალი სასწავლო წლის დაწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოსწავლეებს წიგნების გადაცემით მიულოცა. დღის ემოციები ჩვენ სიუჟეტში. დღეს ოზურგეთის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო. ამ დღეს განსაკუთრებული ემოციებით პირველი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები შეხვდნენ. იწყება სასწავლო წელი, ვარ ძალიან ბედნიერი იმით, რომ მოვედი, ვნახე ბავშვები, მასწავლებლები და ყველანაირად შევეცდები, რომ გავაგრძელო ჩემი წარმატებული სწავლა, უსურვებ ყველას წარმატებას. საქართველოს ყველა მოსწავლეს, ყველა პედაგოგს, განსაკუთრებით ჩემი სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს მიულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. უსურვო წარმატებები პირად, საზოგადოებრივ შემოქმედებით საქმიანობაში და ყველას უსურვებ ერთად ერთმანეთის მხარდამხარ ვაშენოთ გაერთიანებული, გამთლიანებული და ფეხზე დამდგარი საქართველო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით წელს ყველა მოსწავლეს სახელმძღვანელოები სახელმწიფოსაგან საჩუქრად გადაეცათ. პირველკლასელებმა კი წიგნებთან ერთად საჩუქრად ბუქებიც მიიღეს. ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყება დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული და წელს განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული, იმიტომ რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით და განათლების სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა სასკოლო პროგრამა, მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა. ახალი სასწავლო წლისთვის ოზურგეთში 12 საჯარო სკოლა გარემონტდა. 8000-მდე ბავშვმა კი სახელმძღვანელოები უფასოდ მიიღო. კოალიცია ქართული ოცნების შტაბში გიორგი მარგველაშვილის გადადებულ ვიზიტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. პრესკონფერენციას დავით დარჩიასთან ერთად კოალიციის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ. შეხვედრა ახალი სასწავლო წლის მოლოცვით დაიწყო. შემდეგ კი საუბარი 17 სექტემბრისთვის მარგველაშვილის დაანონსებული ვიზიტით გაგრძელდა. როგორც დავით დარჩიამ განაცხადა, შეხვედრა აუცილებლად შედგება, თუმცა თარიღი ჯერჯერობით უცნობია. მანამდე კი უკვე ხვალ საღამოს 8 საათზე ოზურგეთის თეატრის წინ ბერას კონცერტი გაიმართება. გედასტურებთ, რომ შეხვედრა აუცილებლად შედგება ოზურგეთში და თქვი და აღნიშნო, რომ იქნება ძალიან დიდი წარმომადგენლობითი შეხვედრა. მოგვიანებით აუცილებლად საზოგადოება შევატყობინებთ. როდის გაიმართება ეგ შეხვედრა? რამოდენიმე დღით ადრე. ხვალ დაგეგმილია ბერას კონცერტი ცენტრში ქალაქის თეატრალურ მოედანზე 8 საათისთვის. იმედი მაქვს, რომ დაესწრებიან საზოგადოება ჩვენი ახალგაზრდობა განსაკუთრებით. კოალიციის შტაბი საარჩევნო კამპანიას ისევ განაგრძობს. სოფლებში შეხვედრების გრაფიკი ჟურნალისტებს ამავე პრესკონფერენციაზე გადაეცათ. საზოგადოებას სანთელის ეგიდით ოზურგეთის დრამატულ თეატრში მამა თეოდორეს ლექცია გაიმართა. ლექცია სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მამა თეოდორეს ქადაგებები მთელი საქართველოს მასშტაბით არის ცნობილი. მისი ლექციები არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში იმართება. მამა თეოდორეს ოზურგეთის თეატრში გამართული ლექცია საზოგადოებისათვის პირველი იყო. დარბაზთან შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. მე მის წინაშე დავაყენე ქართული ენის სწავლების საკითხი, რომელიც ნამდვილად არაერთ გზის მithქვამს და კვლავ აღნიშნავ, ყველაზე დიდი პოლიტიკური პატიმარი საქართველოში ქართული ენა და ამ ღვთაებრივ საუჯეს თუ ქართველი არ გამოფხიზლდა, არ დაინახა თავისი შეცდომა, არ გამოასწორა და არ გაუფრთხილდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ წარსულთან კარგავთ ყოველნაირ კავშირს და მომავალი საქართველოს არ ექნება. ამდენად სავსე ვარ იმ შეხვედრის შედეგებით, რაც დღეს მოვისმინე და რამაც უფრო ღრმად დამაფიქრე. მნიშვნელოვანი როგორ არ არის, როდესაც ამდენი ხალხი იკრიბება ერთი მიზნით, რომ კიდევ ერთხელ გააცნობიერონ თუ რას ნიშნავს ქრისტიანობა, კიდევ ერთხელ გამოხატონ თავიანთი სიყვარული და ერთგულება უფლისადმი, ეკლესიისადმი და სამშობლოსადმი, სწორად კიდევ ერთხელ დაინახონ სწორი გზები, რომ ყველაფერი განხორციელდეს რეალურად და ცხოვრებაში. ამავე დროს ის პრობლემები, რომლებიც არსებობს ჩვენს ერში ეროვნული, ზნეობრივი და სულიერი კუთხით, როგორ შეიძლება ეს გადაიჭრას, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თანამოაზრეების ერთად შეკრება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ოზურგეთში არსებობს საზოგადოება სანთელი, რომელიც ზნეობის და დამცველი საზოგადოება, გაჭარბებული არის ჩვენი მოქალაქეები.
ამ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებასთან თელმა ეგიდით მოწვეული იქნა თეოდორე იგნაძე და კიდევ ერთხელ ჩვენ საზოგადოებას მიეცა საშუალება, რომ იხილოს ეს ლექცია, ეს საკითხები კითხვა პასუხის რეჟიმში და დღეს მადლობას ვუხდით თეატრის ხელმძღვანელობას და საზოგადოებას, რომ ასევე მამა თეოდორეს რომ შედგა ეს საღამო. მამა თეოდორე 1999 წლიდან ეწევა სასულიერო ცხოვრებას, 2003 წლიდან კი იგი თბილისის ჯვართა მაღლების ტაძრის მოწყვლადია. საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთოს 50 კაციანი დელეგაცია დააკვირდება. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუბაშვილის განცხადებით 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ფუნქციონირება მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სამდივნო 50 კაციანი საპარლამენტო დელეგაციით ჩამოვა. დელეგაცია არჩევნების მსვლელობის პროცესს დააკვირდება. ეუთოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში არჩევნების მიმდინარეობის პროცესს უკვე მეცხრეჯერ დააკვირდება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მისია საქართველოში იმყოფება ცხადია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით თუ რაოდენ დიდია როლი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის არჩევნების სამართლიანად ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებაში. მე დღეს შეხვედრაზეც კოლეგებს კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენე შარშანდელი მისიის მიერ გაწეული ძალიან სერიოზული და ნაყოფიერი საქმიანობისთვის. და მაყოფილება გამოვთქვი იმითაც, რომ წელს საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებისთანავე ეუთოს ათანდონგით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თხოვნას მიმართვას და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება მათი კვალიფიციური ყურადღების და დაკვირვების ქვეშ. ხალხის პარტიის წარმომადგენლებმა საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატის დასარეგისტრირებლად CSKO-ში 41300 ხელმოწერა წარადგინეს. როგორც პარტიის წევრებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუმარტეს კობა დავითაშვილის მხარდასაჭერის სია 2-3 დღეში გადამოწყვეტება. მანამდე კი ხალხის პარტიის ინფორმაციით დავითაშვილი წინა საარჩევნო კამპანიას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერსაა დანიშნული. 70000 მეტი ხელმოწერა შეგროვდა, მაგრამ ამ 70000 ხელმოწერიდან ჩვენ ამოვარჩიეთ 41300, სადაც შეცდომები არ იყო დაშვებული და სადაც შეცდომა იყო დაშვებული, ვიცოდით, რომ CSKO უკან დაგვიბრუნებთ და აზრი არ ქონდა იმ ხელმოწერების წარმოქმნას. ხელმოწერები ჩავაბარეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შემდგომი პროცედურა არის ხელმოწერების შემოწმება, გადასტურება, რომ ხელმოწერები არის ნამდვილი და ამის შემდეგ ხდება კანდიდატის რეგისტრაცია. ახლა ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა, რომელსაც ჩემი კოლეგა ხათუნა ჩანგსელიანი გაგაცნობდა. მოგესალმებით ჩვენი ულამაზესი ზამთრის ბაღიდან და ამინდის პროგნოზ დღეს ისევ და ისევ მე ხათუნა ჩანგსელიანი შემოგთავაზებთ. იმედია თქვენს ხასიათზე ჩემი პროგნოზი ცუდად არ იმოქმედებს და სასიამოვნო განწყობა შეგინარჩუნებთ. ოზურგეთში თბილი ამინდი იქნება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 28 გრადუსი, ღამით კი 18 გრადუსი დაფიქსირდება. მოიღრუბლება ლანჩხუთშიც, თუმცა სინოპტიკოსები წვიმას არ ვარაუდობენ, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 30 გრადუსი, ღამით კი 20 გრადუსი დაფიქსირდება. თბილი და ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი იქნება ჩოხატაურში, ჰაერის ტემპერატურა დღისით 29 გრადუსი, ღამით კი 18 გრადუსი დაფიქსირდება. ასეთი იქნება ხვალ ამინდის პროგნოზი სამშაბათს 17 სექტემბერს გურიაში, მე სასიამოვნო განწყობით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ამინდის პროგნოზი ხათუნა ჩანგსელიანმა გაგაცნოთ. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასრულებულია. მე ახალი ამბებით ხვალ და გიბრუნდებით. კარგად ბრძანდებოდეთ.